ნიკა ფოლადიშვილი და ქეთი შურღაია აუცილებლად კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რომ თქვენ ფავორიტს უნდა დაუჭიროთ რაც შეიძლება აქტიურად ხარი და დაურეკოთ მათთვის ნომერზე რათა მით უმეტეს რომ ზარი უფასოა და რათა თქვენი რჩეული გახდეს უკვე ჩვენი კონკურსის მესამე ფინალისტი და შესაბამისად უკვე 4 ფინალისტი ერთმანეთს შეხვდებიან ფინალში. ახლა ამ წყვილი შესრულებით ჩვენ ნახავთ ცეკვას სამბას. ძალიან დიდი მადლობა ნიკა ფოლადიშვილი, ქეთი შურღაია სამბა ვიხილეთ ჩვენ მათი შესრულებით არაჩვეულებრივი დახვეწილი მოძრაობები თუმცა ეხა ჩვენზე უფრო საინტერესო ჩვენ მოსაზრებებზე უფრო საინტერესო ალბათ რა სიტყვის ჟიური მაგრამ მანამდე მაყურებელს მინდა უთხრა რომ თუ სწორედ ეს წყულია თქვენი რჩეული მაშინ დაურეკეთ მათ მიერ მათ კუნთრილ ნომერზე ყველა მონაწილეს ის შესაბამისად თავისი ნომერი აქვს და სწორედ თქვენი ზარების მეშვეობით გადაწყდება ამ კვირიდანაც ვინ გახდება მესამე ფინალისტი. ხალბატონო მაკა როგორ შეაფასებდით აი ამ წყვილის მიერ შესრულებულ სამბას? მე მგონი კარგად იცეკვეს. ბადნო თენგის. მე ესე მგონია. თქვენი ჯერია. ჩვენ ხო ხედავ სიტყვებს აღარ გასმენთ. არა, მე მგონი კარგად იცეკვეს. აი იცეკვეს თორე კარგად მაშინ ბატონ თენგის ვკითხოთ. თენგისთან გადავინაცვლოთ. ბატონ თენგის გისმენთ. ესე იგი ახლა ხან ჩატარებულ თბილისის ღია ჩემპიონატში მიიღეს მათმა მონაწილეობა და უფროსების ქვეჯგუფში ძალიან დიდი კონკურენცია იყო და მათმა მეორე ადგილი დაიკავეს და მშვენივრად წარადგინეს თავისი კლუბი. სამბა როგორც წინა გადაცემებშიდაც ბევრჯერ თქვი, მრავალრითმული ცეკვაა და აქ მრავალი რითმით წარმოგვიდგინეს. თვლათა შორის არის კიდე ესეთი და ხომ არის ასეთი. სამბა მუსიკალური ზომა 2/4-ია და თქვათ ერთსა და ორ შორის კიდე არის და დები დავარქვათ ესე. რომელსაც შვენივრად ასრულებს ეს წყვილი და დაგვიკითხეს მუსიკა რო იწვია. ბატონო გოჩა რას ფიქრობთ? კარგი წყვილია. რა თქმა უნდა ტექნიკურად საკმაოდ ძნელი ცეკვა ჰქონდათ და ძალიან კარგად გაართვეს თავი. მე ფეხები მომეწონა, ფეხები მუშაობდა ძალიან კარგად. და როდესაც ბატონი თენგიზი იტყვის ხოლმე წინა დღეებში ამბობდა ხოლმე იცით რა არის აი ეს გოგო უფრო აქტიურია და ბიჭი ცოტა უფრო მეტი უნდა ცეკვა აქ მე მგონი ორივე ძალიან კარგად ცეკვავდნენ და ძალიან პლასტიურები არიან და ძალიან მომეწონა გოგონაც და ვაჟიც რომელიც ძალიან კარგი წვილია კარგი წვა ტექნიკურად ძალიან ძნელი ცეკვა იყო და ქორეოგრაფს ალბათ ძალიან ბევრი აქვს ნამუშევარი მაგრამ ერთი ნამუშევარი და მე როგორ შეასრულებენ ძალიან კარგები არიან და მე იმედი მაქვს შემდგომ ტურში ვიხილავთ მათ. გასაგებია და ბოლოს ბატონ ზაზა ჩვენ მესამედ ვიხილეთ უკვე სამბა საფრი დუოს ჰანგებზე შესრულებული და სხვათა შორის არც ერთხელ არ შეგვიფასებია ის მუსიკალური მხარე. და სხვათა შორის დასრულებული სახე ჰქონდა ამ კომპოზიციას. კი, არა, მშვენიერია, როგორც მუსიკალური მხარე, ასევე ტექნიკური. სამბასთვის დამახასიათებელი ესეთი აი ზამბარისებრი სირბილე და თან ესეთი რაღაცა სიმკვრივე მოძრაობებში და ასევე მათი ეს თქვათ ერთმანეთთან ასე თქვათ შეთამაშება და ემოციურად
ცეკვის ისე წაყვანა, რომ ის ყველაფერს თვითქოს და ერთმანეთისგან გამომდინარე აკეთებდნენ, ემოციურად გასაგებია, რომ ეს დადგმა არის, ეს ასეც უნდა ყოფილიყო, მუსიკას ძალიან დაეხმარათ, მაგრამ აი შესრულებით შესანიშნავად შეასრულეს. რა ვიცი, მე ხა არტისტიზმთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეს იყო ძალიან კარგი, საკმაოდ ძლიერი და საინტერესო წვლილია და მე მათ პირველად არ ხედავ და ყოველთვის ისინი ძალიან საინტერესო კომპოზიციებს წარმოადგენენ ხოლმე და ძალიან აი მე შემიძლია დავიზრაბო ხოლმე. კარგები არიან. ძალიან კარგები არიან და უსურვოთ მათ კიდევ უფრო დიდი წარმატება. ძალიან კარგი, აი ძალიან კარგ ცეკვას შესაბამისად შესანიშნავი შეფასებაც მოყვა და გისურვებთ წარმატებას. დღეს აი ესეთი შეფასებებია, ძალიან დიდი мотиваციაა სხვათა შორის ეს ყველაფერი, მადლობა.